მოგესალმებით. მე მარტო ხელადედა სოფო სურგულაძე. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ გამოგვიწეროთ YouTube-ზე, გააქტიუროთ ზარისღილაკი, გამოგვიწეროთ TikTok-ზე, Instagram-ზე და Facebook-ზე. ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის. ბოლო გადაცემაც საკმაოდ კარგად გავარდა, შეიძლება ითქვას TikTok-ზე, 18,000-ზე მეტი ნახვა ქონდა და ძალიან მიხარია, გამოხმაურებაც იყო საკმაოდ ბევრი და ძალიან მიხარია. ვცდილობ ყველა კომენტარს პასუხი გავცე, ასე რომ შეგიძლიათ მოგწეროთ და ვისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, ჩვენს პრობლემებზე და ზოგადად პრობლემებზე, ან ისე უბრალოდ. რაც შეეხება რეკლამას, რეკლამაც ძალიან გვჭირდება და დაინტერესებული ადამიანები თუ შეგვეხმიანებით, ძალიან მოხარული ვიქნები. დღევანდელ გადაცემას სტუმრობს ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდოდა, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ყოფილიყო. თუმცა თავდაპირველად მე მინდოდა, რომ მისი გადაცემის სტუმარი ყოფილიყავი. მაგრამ ეს ასე რომ მოხდა, ძალიან მიხარია, რომ მივედი იქამდე, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ძალიან კარგი ადამიანი, ვისთან ერთადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდით და პირადად ვიცნობ და მისი წიგნი, მისი ავტოგრაფით მაქვს სახლში, რაც ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია. ფანტასტიკური ადამიანია, ძალიან კარგი შვილია და საკმაოდ კარგი მამაა და ფანტასტიკური მეგობარია მინდა გითხრათ. ეს არის მეგობარი დათო გორგილაძე. დღევანდელი თემა ჩვენი სასაუბრო იქნება დედის როლი ბიჭის ცხოვრებაში, შვილის ცხოვრებაში. რამდენად მნიშვნელოვანია დედა და როგორ დავიცვათ ზღვარი მეგობრობასა და დედაშვილობას შორის, რომ არ დაიკარგოს არც პატივისცემა და თან იყოს ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი შვილებისთვის ვიყოთ ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანები, როგორიც დათოსთვის არის დედა. მე მისი პოსტებიდან ვიცი, ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია, უბრალოდ ისეთ პოსტებს წერს, რომ ალბათ ყველა დედა ინატრებს. მე პირადად სულ ვამბობდი, რომ ვკითხულობდი, რომ ნეტა მოვახერხო ვიყო ისეთი დედა, რომ ჩემ შვილს ამის ნახევარი სიყვარული მაინც ჰქონდეს ჩემს მიმართ მეთქი და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეს დათო ჩემი გადაცემის სტუმარია და მოგესალმებით. სალამი შენდა. როგორ ხარ? ცხელა, ცოტა თან ისეთ დაძაბულ გარემოში ვცხოვრობ და ვცდილობ, რომ თავი რაღაც გავიმხნევო ხოლმე და დავიმშვიდო. ისეთი დრო არის, რომ ერთსა და იმავე თემაზე ვლაპარაკობთ ადამიანები, მეგობრები იქნება, ოჯახის წევრები, სულ აი პოლიტიკა და ესეთ თემაზე გადმოსვლა ცოტა არ იყოს ამოვარდნა იყო ჩემთვის და კაია. ძალიან მიხარია, რომ ცოტა ხნით გადავერთვებით და მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ საინტერესო და საჭირო თემაა. იცი, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის, მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორები უნდა ვიყოთ მშობლები და რა არის შვილისთვის დედა, იმიტომ რომ ხა ჩემ შვილს რომ ამ საკითხზე ვესაუბრო, იმდენად გამოუცდელია და პატარაა, რომ ვთვლი, რომ ისე ვერ მიპასუხებს, როგორც შენ დიდი დროის განმავლობაში გამოიარე ეს დედის სიყვარული, სითბო და უფრო სხვანაირად აფასებ და დააფასე. აქედან გამომდინარე, შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ ხო მე მგონი ეგ სავსებით უნიკალური გამოცდილება თითოეული ადამიანისთვის. მე 27 წლის განმავლობაში ვცდიდი ამას, სამწუხაროდ გაწყდა მე ეგ ურთიერთობა და მე ხა ადამიანს ძალიან ბევრი საფიქრალი გრჩება, ხო, როცა მშობელი მიდის, ჩემ შემთხვევაშიც დედა წავიდა, ამ ქვეყნიდან ბევრი რაღაცაზე გიწევს ფიქრი. თავიდან გაურბიხარ ამაზე ფიქრს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენასაც გაურბიხარ. ამაზე ფიქრს გაურბიხარ, იმიტომ რომ განგრევს, ძალიან მძიმეა. მე ეს მწვავე ტკივილი ხდება ქრონიკული და საერთოდ არ ქრება. მუდმივად არის შენთან, უბრალოდ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ეჩვევი და ეგ აბსოლუტურად დაუსრულებელი პროცესი არის. აი შენ რაც ახსენე, ძალიან საინტერესო ეს არის რა ქვია, საკითხი. და ეხლა ვფიქრობდი, არის თუ არა საერთოდ მაგ ზღვარის გავლება საჭიროა. შეიძლება ძალიან მკრთალი იყოს ეგ ზღვარი. მე რომ დავფიქრდი, აი მეგობრებს ბავშვობაში, რაც უფრო პატარები ვართ, ერთმანეთს მივმართავთ ხოლმე ზერელად, აგდებულად,
ვიყენებთ ჟარგონს. ცხადი ახლა არ ჩამოვთვლი რა არის ხომ ეს მიმართვის ტერმინები, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, რაც დრო გადის, რაც უფრო ასაკი გემატება, შენი უახლოესი მეგობრის მიმართ, რომელსაც ადრე აი სრულიად აგდებით, უცენზუროდ მიმართავდი, სიყვარულით რა თქმა უნდა და ისიც ასე, მაგრამ რაც დრო გადის, ნელ-ნელა ხვდები, რომ ძალიან დიდი დოზით შემოდის შენს ლექსიკონში, ქრება ის ძველი და შემოდის ძალიან დიდი რიდი და დაფასება. ეს ხადია გამოცდილებას და დროს მოაქვს. მე თუ მკითხავ ერთმანეთს, ალბათ არ უნდა უშლიდეს ხელს დედაშვილობა და მეგობრობა. და რაც მე თვითონ მშობელი გავხდი, ხვდები რომ პრინციპში ალბათ საუკეთესო მშობლობა არის ის რომ საკუთარმა შვილმა აგიქვას მეგობრად. და როცა მეგობარს ვამბობ, გულისხმობ ადამიანს, რომელთანაც მას მიესწრება. რომელთანაც შეუძლია ისეთი რაღაცების საუბარი, რასაც რის უფლებასაც თავს ვერ აძლევენ ხოლმე ისეთი მშობლების შვილები, რომლებიც აი ამ თავსმოხვეულ დედა და ვერ გადიან. ხო, რაღაცის გამო რომ აუცილებლად კაცი უნდა. ანუ თუ საქართველოში არის ხომე, არ ვიცი ახლა როგორ არის, მაგრამ ადრე იყო ეგ რაღაც მამაშენს ვეთყვი, თუ ცუდად მოიქცევე. გამოდის რომ ანუ სადამსჯელო ბრიგადა პერსონა არსებობს, რომელიც აუცილებლად დაგჟის. და როგორც ესე იყო რა, გადანაწილებული მამამ კაცრი უნდა ყოფილიყო, აუცილებლად, რომელიც მოგთხოვდა პასუხს ამათო იმ აქციაზე, რომ დედას კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის როლები ჰქონდათ ხოლმე მორგებული და ეგ მე მგონი საკმაოდ ისეთი საეჭვო მეთოდი არის აღზრდის. იმიტომ რომ ადამიანი, რომლისაც შეიძლება რომ გეშინოდეს, ადამიანი, რომელსაც შეიძლება რომ ვერ გაუმხილო რაღაც სატკივარი თუ სადარდებელი თუ საიდუმლო, მაშინ ყოველთვის იარსებებს რაღაც ზღვარი, რომელსაც ვერ გადაბიჭებ. ან შენი საუკეთესო მეგობარი გამოდის, ეგ ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება და ვერ გახდება. ეხლა მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ არის რაღაცები, რასაც არა თუ ვერავის ვერ გაუმხელთ საუკეთესო მეგობარსაც კი, არის რაღაცები, რაღაც საკუთარ თავსაც კი მორიდებით უმხელთ, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს ერთი კარგი მწერლის არ იყოს, აქვს რაღაც სამი ცხოვრება, ხო? ეს არის საჯარო ცხოვრება, არის პირადი ცხოვრება და არის საიდუმლო ცხოვრება. აი საიდუმლო ცხოვრება აუცილებელი კი არ არის, რომ რაღაც ისეთ საკეთებდი ადამიანი, რომელიც არ ითქმის და რაღაც დანაშაულს შადიხარ, მაგრამ არის ხო შენი ისეთი სივრცე არსებობს ყველა ადამიანის გონებასა და გულში, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტევა და ეს ხარ შენ. ხო, ეგ არის აი მაგის მიღმა თუ ვიღაცასთან მიგესვლება და ეს ვიღაც არის შენი მშობელი, რომელსაც უპირობო სიყვარულით უყვარხარ. მოდი შევთანხმდეთ, რომ არის საბოლოო ჯამში ალბათ ერთადერთი პერსონა, რომელსაც სრულიად უპირობო სიყვარულით უყვარხარ. და მისთვის არ არსებობს არანაირი პირობა, აი სულ ვეუბნები ჩემს შვილს, რომ მე შენს მიმართ არ გამაჩნია არანაირი პირობა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა შენ როგორი იქნები, ჩემთვის შენ ყოველთვის ხარ მისაღები, ძვირფასი და ყველანაირი მიყვარხარ, აი ისეთი როგორიც შენ ხარ, ანუ იმიტომ რომ თვითონ როდესაც მეუბნება რომ აი მე ცუდი ვარ, თქვათ, არ ვარ ესეთი კარგი, მე ვეუბნები რომ მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ და არ არის აუცილებელი რომ იყო ვიღაცაზე უკეთესი ან საერთოდ რაღაცაზე უკეთესი. აი მე მინდა რომ შენ იყო ისეთი როგორიც ხარ, იყო ბედნიერი და ლაღი. შენი თავისთვის არის კარგი, თორე მე მიღებული მყავხარ, მაგალითად. ხო, სამწუხაროდ ყველა არ არის ეგეთი როგორცაც შენ. ანუ რაღაც ზღვარს აღმოჩნდა რომ ვიღაცები კი, და მე ვთვლი რომ ეს არის მე ვთვლი რომ ხო, აი წარმოიდგინე საკუთარი შვილი, რომელსაც რაღაც მის იდენტობის გამო ადამიანები განერიდებენ ხოლმე, ხო? ეგ ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელი მოცემულობა. აი ეგ არის ის, რასაც უბრალოდ ჩემამდე არ დადის, როგორც ამბობენ, რომ არის შვილს, როგორ შეიძლება რომ მისი იდენტობის გამო ან მოიძულო,
ან განიზიდო რაღაც არ ივენტობის ან რაღაცის გამო. პროფესიის არჩევის ცოლის მოყვანის გამო და აი რაღაც არის. პროფესიის არჩევის გამო თუ ვიღაცამ შვილი მოიძულა, უბრალოდ იდიოტია, მაგაზე კი არ ვლაპარაკობ. ეგ საერთოდ არ მოდის. ხო და პროფესიაზე არ ვლაპარაკობ. ეგ მაგ ადამიანებს არ ვიცი რა ეთქმით, რა სახელი ეთქმით, რაღაც პროფესიის ან რაღაც საქმის არჩევის გამო რო იმაშვებიან. თუ ეხა ეს საქმე ის არ არის ვიღაცების ხოცვა და ცემა და ეს კი ბატონო შეიძლება. იცი რას ვამბობ, აი ხო არის მაგალითად ოჯახში რომ ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ აი ტრადიცია მოდიოდა, რომ მამა, ბაბუა, ბებია იყვნენ ექიმები და შენც აუცილებლად გინდა თუ არა უნდა გამოხვიდე ექიმი და სხვა პროფესია არ განიხილებოდა რა. აი ამაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ეს თაობაც ხო იყო, მეც მაგ თაობის ცოტა უფრო უმცროსი ვარ, მაგრამ იყო რა, აი ჩემ დროსაც იყო ესეთი მომენტი, რომ აი რა პროფესია გინდა, რატო გინდა, ის კი არა შენ გინდა თუ არა და შენ ხედავ თუ არა თავს ამ პროფესიაში და საერთოდ იცი თუ არა ეს რა პროფესია, უბრალოდ იმიტომ რომ დედას უნდა, მამას უნდა, ბაბუას გაახარებ და ასე შემდეგ რა. და ამაზე მაქვს მე ხდებოდა ეს რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულებები. და ეგ ხო არის დაშვება იმისა, რომ ვიღაცას ზრდი იმისთვის, რომ საშენო რაღაცები აკეთოს. ანუ საერთოდ ვერ აღიქვამ, რომ ის არის დამოუკიდებელი პერსონა. ეგ კი არ არის ერთი წლის ბავშვი, ერთი დღის ბავშვი უკვე პერსონა არის, ხო? შენ იმას რაღაცებს ვერ აიძულებ. და ალბათ აღზრდაში ბევრს მოსდის. ეხლა ჩვენ ცოტა ისე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით ეგ არის შეცდომა, რომ ადამიანს პატარა ბავშვსაც კი არ აღიქვამ ინდივიდად და შენ ცალკე ადამიანად და შენ განუსაზღვრავ მას რა მოსწონდეს, რითი ითამაშოს, რომელი სათამაშოთ ითამაშოს. ეუბნები რომ ეს კარგია, ეს სუდია, მოდი ეხლა და სინამდვილეში ის დამოუკიდებელია ადამიანია და ხო და მან შეცდომა მოздით ხოლმე ადამიანებს, როცა თავიანთ აზრებს ახვევენ თავზე და მე ყველაფერი უფრო და უფრო სერიოზულდება და მივდივართ იქამდე რომ ეხლა თუ სათამაშოს არჩევანს დიდად შეიძლება არ დააზიანოს ადამიანის ცხოვრება, ხო? მე ეხლა პროფესიის არჩევაში და საქმიანობის არჩევაში იმის გამო რომ შენმა დიდმა ბაბუამ გადაწყვიტა რომ რაღაც ხელობა ესწავლა, ან ექიმობა და ან არქიტექტორობა და შენ ეხლა შვილსეუნება რახან შენმა წინაპარმა გადაწყვიტა და შეიძლება იმასაც ვიღაცამ გადაუწყვიტა რომ შენ არქიტექტორი უნდა იყო, ამანაც თავი უნდა ახალოს არქიტექტურას და ეგ იდიოტიზმია ჩემი აზრით. მაგაზეც არ მაქვს საუბარი, მე უფრო მაქვს ისეთ რაღაცაზე, როცა ადამიანს აი შლეგურად იჭრები მის პირად ცხოვრებაში, ხო? რა უნდა რისიკეთება უნდა ვინ მოსწონს და როგორ აღიქვამს თავს. ეხლა მაგის გამო თუ შვილს განიზიდავ და იძულებ, ჩემთვის ეგ გაუგებარია. მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ. კი, ჩემთვის ისიც გაუგებარია, მაგალითად, როდესაც მშობელს აქვს რაღაც აუხდენელი ოცნებები, ხო? მაგალითად, ავიღოთ, აი ცეკვაზე უნდა დაევლო და ვერა, აი კარგი მოცეკვავე უნდა და გამოსულიყო და ვერა და მე შვილს რო ტენის ამ თავის სურვილებს, რომ იმანა აასრულოს, იმიტომ რომ ეს მე ამით თავის ვერ შესრულებულს იკმაყოფილებს. ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა აი აქვე დავუბრუნდები იმას, რაზეც საუბრობდით, მე რომ ვთქვი, რომ გადის ზღვარი. ზღვარი, იცი რაღაც გარკვეულ ასაკში ნამდვილად გადის, რომ შენი შვილისთვის იყო ავტორიტეტი და პატივს გცემდეს, იმიტომ რომ მეგობარი მაინც ცოტა სხვა მომენტია რა, აი გარდატეხის ასაკს გულისხმობ, თორე მე რა თქმა უნდა ეს გადადის უკვე იმაში, რომ თუ მიხვედი იქამდე რომ მეგობარია და ბოლომდე გიყვება ამ ყველაფერს. ძალიან მაგარია, მაგრამ აქაც ვფიქრობ, რომ აი უნდა დაუჭირო ის მომენტი, როგორ მიიღო. ხო არის მომენტი, რომ თქვა რაღაცა ისეც გეტყვის, რომ გავაკეთე, რომ იმ მომენტში შენს ნერვებს ვერ თოკავ და შეიძლება გქონდეს ძალიან მკაცრი რეაქცია, რის გამოც მე ჩაიკეტოს და სიმართლე არ გითხრას, იმიტომ რომ იმ რეაქციის შეეშინდეს რა და აი ამას გულისხმობ, როგორ შენ შემთხვევაში როგორ იყო? აი როგორი ურთიერთობა გქონდა დედასთან? შეგეძლო ყველა თემაზე გესაუბრა? რამდენ შენი მხარდამჭერი იყო ბოლომდე, როგორც მე ვიცი, ყველაფერში და კი, ასე იყო, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ იმ თაობის მშობლები ბევრ შეცდომას უშვებდნენ. მათ შორის აი მაგ რჩევებითაც პროფესიაში და ასე შემდეგ, ბევრ შეცდომას უშვებდნენ. შენ მიერ ნათქვამი, რომ ავტორიტეტად დარჩე, აი ავტორიტეტი რა არის? აი ნახე რას გულის. დაახლოებით ვთქვი, მაგრამ გეტყვით ჩემი აღქმა რა არის მაგ ავტორიტეტს, ანუ ვის ვეძახით, ხო ავტორიტეტი? ჯერ ერთი
ავტორიტეტები სიტყვა ცოტა ძალიან მყიფი არის ეგ ის რა ქვია, ავტორიტეტის ცნება რა. და ძალიან სწრაფად შეიძლება ჩამოიმსხვრეს. ამიტომაც თუ ჩემი შეხედულება ესეთი არის, თუ გინდა რომ იყოს შვილისთვის ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი და ამაში მოიაზრება ის, რომ ის შენს აზრს პატივს სცემდეს, უпростоრად უსმენდეს და იაზრებდეს, დაფიქრდეს იმაზე, რაც უთხარი და ერთ კურსში არ შეუსვას და მეორედან არ გამოუშვას. ანუ შენი აზრი მისთვის საინტერესო იყოს, აფასებდეს, შეიძლება არ დაგიჯეროს, მაგრამ როგორც მინიმუმ რაღაც დრო დაუთმოს ამ ამბის გადახარჯვა. ჩემთვის მაგის საშუალება, ასე ვფიქრობ, რომ არის ის, რომ ადამიანი ცდილობდე, რომ მუდმივად იყოს საინტერესო მისთვის. და ის ხედავდეს შენში ადამიანს, რომელიც არ დგას ერთ ადგილას. რომელსაც არ აქვს გაყინული და გაქვავებული აზრები, რომელიც არის მოძრაობაში, არის ფიქრში და ცდილობს რომ აუწყოს რაღაცნაირად ფეხი დინებას, ხო? მე მაქვს ეგ შიში, მაგალითად ჩემ შვილთან მიმართებით, რომ დადგება დღე, ადრე თუ გვიან, როდესაც მისთვის შეიძლება საინტერესო აღარ ვიყო. მაგალითად გაუტყდეს თავის მეგობრებთან ერთად, რომ აი რაღაც სახლში მოიყვანს და თქვენ რომ აი მამამისი ახლა ხო მათ შორის იმას გულისხმობ რაღაც ტექნოლოგიებში რაღაცაში ვერ ნული შანსია იმისა რომ ბოლომდე დაეწიო ახალ თაობას რაღაც იმაში, მაგრამ როგორც მინიმუმ ალბათ უნდა სცადო, ხო ალბათ უნდა სცადო რომ დახარჯო დრო, დახარჯო ენერგია იმაში რომ გაერკვე იმაში რა ინტერესებს. აი პირობითად კითხო ბავშვს რა მუსიკას უსმენს და თუ არ იცი ეგ მუსიკა, ნუ სადომაინც რო იქნება მოусმენ, იქნება ჩვენც გაგიწოდდეს, რატომაც არა. ანუ თუ საკუთარ თავს მე კოუჩურად კი არ ვლაპარაკობ და რაღაც ისე თვითგანვითარებაზე კი არ ვლაპარაკობ, საერთოდ არც ვიცი ზუსტად ეგ სიტყვა რას ნიშნავს. მე უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ საკუთარი თავი ხანდახან უნდა ავარჯიშო იმაში, რომ მისთვის უინტერესო ფიგურა არ გახდე. არ გახდე, ხო, კი, ნამდვილად გეთხოვე. ხო, და აი როგორ თქვა, მე ყოლია მეგობრები, ან ხო ყავს მეგობრები, ან ყოფილი მეგობრები, რომლებსაც რო ხდებოდი რაღაც პერიოდულობით, აღმოაჩენდი, რომ ერთსა და იმავე თემაზე ხუმრობენ, ერთსა და იმავე თემაზე ლაპარაკობენ და აი ითკეპნება რა ცხოვრება და ხვდები, რომ ვეღარაფრით ვეღარ ამდიდრებ მის ცხოვრებას შენ და ის ვერ ამდიდრებს შენ ცხოვრებას ვერაფრით და ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაც ეტყვი რომ მე და შენ მეგობრები აღარ ვიქნებით, მაგრამ ბუნებრივად ამოაგდებს ცხოვრება ხო პერსონებს, იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთთან საინტერესო არაფერი აღარ მიგაქვთ. არაფერი არ არის, რაც ყოველდღიურად ჩვენ გვაიძულებს რომ რაღაც კარგი ახალი ითქვა და ჩემ გონებაში რაღაც ფოიერვერკი აფეთქდა. რაღაცის გაკეთება მომინდა. ხო და მაგის წამალი მგონია რომ ზუსტად ეგ არის, რომ შენ ცდილობ რომ იყო მეგობარი მისთვის, რომელიც ცდილობს რომ მის ცხოვრებასაც აუწყოს ფეხი და საკუთარ ცხოვრებასაც აუწყოს ფეხი. ანუ ეგეც არ არის მართალი გითხრათ, მაგრამ აი ჩემი შემთხვევაშიც ეგრე იყო რა, როცა მშობელი მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცხოვრობს. ხვდები რასაც გულისხმობ? ანუ მისი მთელი ძალა, ენერგია, დრო მიდის შვილში. კი, მესმის რასაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ის გარე სამყაროსთან ინტეგრაციას კარგავს. რა თქმა უნდა, და საკუთარ თავი. ხო და რაღაც ძალიან ელემენტარული სიამოვნებებით ცხოვრობს, ანუ მთელი ეს ენერგია მიდის შვილში. და ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რაღაც ჭირდება, დაწყებული საფენებიდან მერე გრძელდება რაღაცა ის ემატება, წიგნები, ისა ძალიან ბევრი საზრუნავი. მერე შემოდის რთული სალაპარაკო თემები, მერე შემოდის პრობლემები, მერე მოდის გაუცხოება. და როცა მთელი სხეულით, ფიქრით, გონებით, ენერგიით, დროით ხარ მხოლოდ შვილის ცხოვრებაში ჩართული, შენ გაგეპარება ალბათ ის მომენტი, რომ საკუთარი თავით ამდიდრო რაღაცით. რა თქმა უნდა, დროც აღარ რჩება ენერგია და ენერგიაც აღარ გაქვს, ხალის აღარ გაქვს და მიგაჩნია რომ აი ეს არის, მთელი შენი ინვესტიცია აქ უნდა მიდიოდეს. მაგრამ მაგას მე შიშობ რომ მე ეგ პრობლემა მოაქვს. პრობლემა მოაქვს რომ შენ იმდენად აღარ ხარ, იმდენად აღარ ცხოვრობ შენი ცხოვრებით. იმდენად აღარ იტოვებ დროს შენი ცხოვრებისთვის. შეიძლება აი ეგ მომენტი გამოგეპაროს.
რომ ისევ იყო სამყაროსთან ინტეგრაციაში, ისევ რაღაც იდეები მოგდიოდეს, ისევ რაღაც ინსპირაცია მოგდიოდეს, რაღაცის კეთება მოგინდეს, რაღაც ასაკში ახალ პროფესიას დაეუფლო, რომ შვილი ხედავდეს, რომ მოძრაობაში ხარ რა. ხო რა, შენ ინტერესიანი ტიპი შენს ხარ. გაინტერესებს რაღაცები, შენს გინდა მე ვცდილობ მაგან აი შენ ხა წამოიწე გადაცემა, მაპატიე რომ ჩაგეჭერი. და ერთ დღესაც დაფიქრდი და მოდი მე გავაკეთებ გადაცემას. აქამდე არ აკეთებდი YouTube-ის გადაცემას. ეხლა დაიწყე მაგის კეთება. ეგ ხო აპრიორი ნიშნავს იმას, რომ შენი შვილის გონებაში რაღაცა იმას რა გაიელვა, რომ რა მაგარია, რაღაცა ახალი სადა. მინდა გითხრა რომ ჩემ შვილს ეს არც ერთი გადაცემა არ უნახავს, არა იმიტომ რომ მე არა, მაგრამ იცის, რასაც ვაკეთებ ძალიან კარგად და იცი რატო გავაკეთე? მისთვის გავაკეთე, რომ მისთვის დამემტკიცებინა პირველ რიგში, რომ მე არ ვჩერდები და იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც გვაქვს, მე ვებძვი და მოვაგვარებ, გადავლახავთ და ბევრად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე დღეს გვაქვს. აი, ვართ. როგორც გვინდა რომ ვიყოთ, იქამდე მივდივარ. ის რომ მე მან იცის, მითხრა რომ მე არ მინდა რომ შენ ჩემი ცხოვრებით იცხოვრო. რა მაგაზე გპასუხობ და ეგ რომ მითხრა მე დავფიქრდი რომ მე მას უნდა ვანახო რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი სურვილები, ჩემი ინტერესები და ესე ვარ და შენ რა საჭმელი გინდა გიყიდო, შენ რა შეჭამდე, შენ გინდა რამე და აი რაღაცა ვცდილობ რომ მას ავყვე, ანუ იცი რის თქმა უნდა ის ბევრ რაღაცას მასწავლის, მისგან ვსწავლობ, აი მიმართულებას მაძლევს რა. დილით საუზმეს რომ ვუმზადებდი, ერთ დილით ვუთხარი რომ ძალიან ცუდად ვარ, ვერ გაგიმზადებთ ხო და იმ დილის მერე მან მითხრა რომ მე მირჩენია რომ მე გავიმზადო უფრო კომფორტულად ვარ, ვიდრე როცა შენ მიმზადებ. რაღაც მომენტში საწყენია, იმიტომ რომ შენ ხო ქსიამოვნებს, ანუ მე ხო მსიავნებს რომ ზრუნო, მაგრამ აი ეს რომ მითხრა დავფიქრდი, არ გავბრაზდი და გადავხარშე. რატომ სიამოვნებს? და სიამოვნებს იმიტომ რომ მე არ მაწუხებს და მე რო არ მაწუხებს, ის უფრო კომფორტულად არის და ხელები ავწიე, ყოველ დილით თვითონ იმზადებს, საუზმეს ემზადება და ასე შემდეგ. ნუ არის რაღაცა დღეები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია დედობა არის. აი, იცი რა, თან მით უმეტეს ახლა ჩემს შემთხვევაში გაასმაგებული სიყვარული მაქვს. ვერავის ვერ ვედრები და არავის არ ვედრები, რომ მე ვიღაცაზე მეტად მიყვარს არა, მაგრამ აი, სხვა სიყვარული მაქვს. ორი ადამიანის სიყვარული მაქვს, მე ხარ რაღაც არანორმალური და ვცდილობ რომ ამ ჩემი სიყვარული ზიანი არ მივაყენო და მისი კომფორტის ზონა არ დავარღვიო რა და არ დავახჭო ჩემი სიყვარულით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად ესე იყო ჩემი მშობლების მხრიდან, რომ აი ვიხრჩობოდი მათი სიყვარულით, იმიტომ რომ ზრუნვა იყო, იქ არ წახვიდე, არ წამოხვიდე, ისე რა ეს იმდენად დიდი დისკომფორტი იყო, რომ მე არ მინდა რომ ჩემ შულს ამ ჩემი სიყვარულით დისკომფორტი შეუქმნა. ხო, ხდები რასაც გულისხმობ, იმიტომ რომ ზედოზირება ყველაფერს კლავს. წყლის ზედოზირებას კი კლავს და სიყვარულის ზედოზირებას კლავს რაღაცებს. ხო, რაღაცები აღჩობს რა ადამიანს, მართლა ეხლა ყველაფერი რაღაცა ძალიან გადაჭარბებული დოზით რომ მოიხმარო, აუცილებელი კი არ არის, მაინც და მაინც ნარკოტიკული ნივთიერება იყოს. რაღაცა არ ვიცი, ყავა რო დალიო დღეში, არ ვიცი, რამდენი ჭიქა, რამდენი არის ზღვარი, არ ვიცი. ისიც ადამიანს რაღაცას დააზიანებს. ხო, სიყვარულიც ალბათ ეგრეა. და მათ შორის აი წეღარ ვლაპარაკობდით, რომ აი როცა საკუთარი თავისთვის ადამიანი დროს არ იტოვებო, აი წარმოიდგინე რომ ადამიანის დასრული გახდა, სრულწლოვანებას მიახდა. ალბათ შვილს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ შენ სრულიად გამოშიგნული დაგტოვა შინაარსობრივად. ანუ არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ შენ ეხა წახვედი და შენ ანუ სადარდებელი არ უნდა გააყოლო, რომ შენ დარჩი ეულად და არაფერი აღარ გემარჯვება, არაფერი აღარ გეხალისება, არაფერი აღარ იცი და ამ სამყაროში დინოზავრივით დარჩი. ანუ გამოდის რომ შენ თუ სრულ ენერგია, ანუ არ მინდა რომ არასწორად გაიგოს ვიღაცა. შვილს ალბათ სრულწლოვანების მერე როცა ის აშკარად თავის გზაზე უნდა დადგეს, ალბათ მშობელმა არ უნდა დაუტოვოს იმის სადარდებელი, რომ მოსავლელი ადამიანი რას გულისხმობ, იცი რომ აი დინოზავრი არ უნდა დატოვოს თანამედროვე სამყაროში. უნდა იცოდეს რომ ამ ცხოვრებაშია, მოქმედია. ხო, აი მაგას მენება ჩემი შვილი, მე რომ მას უნდა წასვლა და საზღვრებს გარეთ წავა. აი მე რომ წავალ, მე შენ რომ მარტო დარჩები, მე რა იქნება, უკვე ფიქრობს, გესმის და მე არ მინდა რომ მისთვის ვიყო დარდი. და მე ვუთხარი რომ
ჩვეულებრივად ვიცხოვრებ, როგორც ახლა ვცხოვრობ, მე მყავს უამრავი მეგობარი. ეხლა მეუბნება რომ გათხოვდი, რომ შენ მარტო არ იყო სიბერეში, იმიტომ რომ მე ხო წავალ, მე ხო ჩემი ცხოვრება მექნება და ეს ამას განიცდის და მეუბნები რომ არ არის აუცილებელი გათხოვება იმისთვის რომ არ იყო მარტო, ხო? უამრავი მეგობარი მყავს, ჩემიანები მყავს და სიბერესაც ისე მოვიწყობ, რომ ტკბილი სიბერე მქონდეს, შენს გარეშე არ არის პრობლემა არანაირი. ანუ სულ ვცდილობ მაგათ დროა სიბერებდე რომ იცოდე. ხო, მაგრამ აი რაღაცა გეგმა გვაქვს, ეხლა მე არ ვიცი რამდენად ეს გამო, მაგრამ აი ესე დავსახეთ, რომ მე რაჭაში გიждები და მიწა მაქვს იქ და ჩავდგავ კონტერტს, მე იმას გავაქირავთ, იქ პატარა ბოსტანიც მექნება და ჩემი სიბერე მეთქი ნიკუშას ვეუბნები, ან იქნება რაჭაში, ან პრაღაში მეთქი, იმიტომ რომ გავაფრინდი პრაღაზე გავგიждდი ძალიან რაღაც ახლოს რო გეთქვა კიდე ხომ არა ნუ რაც აი ეს ორი ზარე სადაც ჩემი სულიერი სიმშვიდე იქნება ასე მგონია რა და მეთქარი მე მივალ მატერიალურად იქამდე რომ მე ეს ორივე შევძლო და ფეხზე დავაყენო და რომელიც უფრო მარტივად გამომივა და გამოვა იქ ვიქნები და ძალიან კარგად ვიქნები მეთქი რა მე არ ვთვლი რომ ფარხმალი უნდა დავყარო და რა პირიქით ვცდილობ რომ სულ მისთვის ვიყოს სტიმული ანუ აი სულ ვუთხრა რომ გამოსავალი არის აი მე ეს გავაკეთე მე ის გავაკეთე და აი ამ ჩემი ქმედითი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობ რომ მას დავანახო კი არ სიტყვიერად კი არ ვუთხრა იმიტომ რომ სულ ვცდილობ რომ მე თვითონ როგორც ვიყავი, აი რომ ეთყოდა დედაჩემი მაგალითად, ან მამაჩემი არ აქვს მნიშვნელობა თქვა, აი ეს არ უნდა გააკეთო, ამიტომ და იმიტომ. მე მაინც ვაკეთებდი იმას, იმიტომ რომ რატომ და იმიტომ ვერ ვიგებდი, რატომ არ უნდა გამეკეთებინო. მე ვცდილობ სიტყვიერად კი არა, აი ქმედებით ვანახო რა, რომ აი რატო გავაკეთე ეს გავდაცემა, იმიტომ რომ უფრო უკეთესად ვიქნები და შეუძლებელი არ არის, მთავარია მოინდომო და გააკეთო და დაიწყო. შეიძლება მარტივი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩიხია და გამოუვალი მდგომარეობაა და შეუძლებელი არა შესაძლებელია მთავარია მოინდომო გაინძრე გააკეთო რაც შეგიძლია რესურსი შენ თავის გამოიყენო მაქსიმალურად იცი მე არ მგონია რომ ყველაფერი შესაძლებელია ანუ ყველაფერი შესაძლებელი არის ხოლმე ხატრულ ფილმში და ისიც ჰოლივუდურში ან რაღაც წიგნში მაგრამ ცდას ეგ ხელს არ უშლის ანუ ცდა უკვე საქმეა მიყვარს ბრძოლა შეუძლებელთან და დამარცხება უკვე ქმედება აი გუგლის ბუდეში გახსოვს მაკმერფი რო ეჩალიჩება იმას რომ ამ ნიჟარის ის რო უნდა და ის ამბობს ალბათ მაგ წიგნის ერთ-ერთ მთავარ ფრაზას რომ მე ვცადე მაინც კი აი მაგას ცადევა ის ქულა არის უკვე აი ვიღაცას კი არ ეჯიბრები არა ჩემ თავთან აქვს ეს მომენტი რომ ინახე მე არ ვამბობ რომ აპრიორი ყველაფერი გამოვა ანუ რაცაც მოვიდომე ყველაფერი შეიძლება არ გამოვიდეს 1000 დაბრკოლება შემხვდება გზად მაგრამ როცა ძალიან გინდა, ძალიან ბევრს გააკეთებ და იტყვი რომ მე გავაკეთე მაინც. საკუთარ თავთან იქნები მართალი რა ის რომ აი ხლან მე წავიკითხე და არ გამომივიდა რა, ვერ გავიგე და მოდი მე არასდროს აღარ წავიკითხავ. აი ამის წინააღმდეგი ვარ მე რა, რომ აკეთებ და არ გამოგდის, არ ნიშნავს რომ მე არაფერი არ გამოგივა. უნდა სცადო რა, უნდა იბრძოლო და მიხვიდე მაგამდე რა, რომ რაღაცა შედეგი დაუდო შენ თავს. არავის არ ვეჯიბრები, არასდროს ცხოვრებაში არ მქონია შეჯიბრის მომენტი. არასდროს არ მithქვამს ჩემი შვილისთვის, იმიტომ კი რა რომ არ მithქვამს, არც მიფიქრია. რომელიმე კლასელზე უკეთესია თუ ნაკლებია, მეტია თუ არასდროს, იმიტომ რომ არასდროს არავისთან არ შემიდარებია. ის ჩემთვის არის ერთადერთი უნიკალური და შვილს ვადარებ ვიღაცა კლასელს და ეუბნები რომ ის უკეთესია და იმან ეგ არის რეგვენობა ჩემი აზრით. საერთოდ არასწორია რომ ვიღაცა საკუთარ შვილს რო ეუბნები რომ ნახე ის გჯობია, იმასაც აზიზღებ. კი. მე რაღაც შეჯიბრში შეყავს შვილი. ეგ რა სიშლეგია ვერ ხვდები, შვილი შეყავს შეჯიბრში საკუთარ მეგობართან, უკვე მას აიძულებ რომ მისდამი გაუჩნდეს რაღაცა არასწორი განცდა და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს შური. შვილს უბიძგებ იმისკენ რომ ცოტა არ იყოს შურიანი გახდეს ან ვიღაცასთან შეჯიბრი მით უმეტეს აბსურდი არის ეგ და რა საჭიროა რომ სხვა მიცოდეს თუ კი ვიღაცა შენ და რაღაც შენ და შვილმა იცით რომ რაღაცა სადე აი რა საჭიროა ამისი აფიშირება არაფერი მაგის მამინდა უბრალოდ რომ თუ შენ თვითონ საკუთარ თავს ეუბნები რომ შენ ქმედებაში ხარ ამაგისი გამოფენაც არ არის საჭირო რა ეგ ჩანს ეგ იგრძნობა იმას ხო აი სიყვარულს რაც შეეხება როგორ შეიძლებაო რომ რაღაც ადამიანმა ჯინიც კი ზღაპრებში ჯინი რო ამოდის ლამპარიდან ისიც კი ეუბნება
რომ ისიც კი ამბობს, რომ მას არ შეუძლია, რომ ვიღაცას აიძულოს, რომ ვიღაცა შეუყვარდეს. ვიღაცა შეყვარება უბრალოდ შეუძლებელია, რომ შენ ბიზნეს გეგმა არ არის ეგ, რომ რაღაც გაწერო და მაგან გაამართლოს. არც სხვისი გამოცდილება არ არის, არ მუშაობს სხვისი გამოცდილება. ერთადერთი გზა არის მაგისი ის, რომ ადამიანმა იცხოვრო შენი ცხოვრებით და სადო რომ იყო კარგი ადამიანი ვიღაცისთვის. და არა იმიტომ რომ შეუყვარდე, არამედ უბრალოდ კარგი. ანუ სიკეთის გაკეთების და წყალში გადაგდების იმას გავს ეგ ყველაფერი რა. იმიტომ რომ აი როგორი ამბავ, ეგ არ არის მეილ რეპორტინგი ხო არის, რომ აი დღეს მე შენთვის ეს გავაკეთე და ამის გამო უნდა გიყვარდე. შენ და მაგის რაღაც ფაზებში მოქცევაც კი რთულია. იდეაში არის თემა, რომელსაც სიტყვები ბოლომდე ვერ აღწერს. და უფრო მეტიც ალბათ არც უნდა სცადო. იმიტომ რომ გამოგივა ესეთ იაფასიანი ციტატა. აი გახსოვს ჭილაძეს აქ იმაში მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას ახლა იაფის სცენის სურნელიც ახლავს, რაც არ უხდება და არც სჭირდება, ამიტომ ალბათ გამიჭირდება მისი წარმოთქმა. თქმაც კი ისეთია. აი სტორიტელინგში, ამბისტრობაში არის ეგეთი დავალებები, რომ შენმა პერსონაჟმა უთხრას მეორე პერსონაჟს, რომ უყვარს, ისე რომ არ უთხრას, რომ უყვარს. და მან ცოტა არ იყოს ჩიხში შედიხარ რა, იმიტომ რომ ეს რაღაცა სიტყვები სიყვარულზე აუფასურებს ხოლმე განცდას და ვერც აღწერს. როგორც წესი განწირული ბრძოლა არის. ხო და ვერ არა ეგრევე ვერ იმუშავებ, რომ სახიფათო გზაა. ეგეთი გზით ცხოვრება, რომ მოიქცე ისე, რომ ვიღაცას შეუყვარდე. ხო, ძალიან ბუნებრივი არის. ხო, შეიძლება ხდება შემთხვევით და მარადიული ეგ არის. რომ აპრიორი იყო, რომ მშობელი დედა თუ მამა არ აქვს მნიშვნელობა, ის რა ხამ მშობელია და უკვე მშობელი ქვია, გიყვარს. და რაც დრო გადის და გავიდა დრო, ეხლა ხვდები რომ ასე არ არის რა და მშობელი იმიტომ რომ მშობელი არ გიყვარს. ანუ ურთიერთობა გიყალიბდება და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ან შენთვის მისაღებია ეს ადამიანი ან არ არის მისაღები. აპრიორი უნდა გიყვარდეს და გიყვარს და ამას გიდებდნენ თავში რომ ის გიყვარს, იმიტომ რომ დედაა, იმიტომ რომ მამა და არ შეიძლება, არც შეწინააღმდეგება არ შეიძლება და დღეს ასე არ არის და მე ეს მიხარია რომ არჩევანი საშუალება არის იმის საშუალება რომ შენ შულს ანახო რომ გიყვარს, არ უთხრა. შეიძლება ხშირადაც უთხრა გააჩნია ადამიანი ვიღაცა სჭირდება სიტყვაც. მაგრამ ქმედება უფრო მნიშვნელოვანია. აი იქ, როდესაც წაიქცა და შეეშალა, აი იქ რო სიყვარულს დაანახებ და თუნდაც ჩუმად უსიტყვოდ მის გვერდით დადგები, იქ მიხვდება ის ადამიანი, რომ გიყვარს. შვილი სხვა ადამიანი არ აქვს, მეგობარსაც ხო ესე ბევრი მეგობარი ყავს, მაგრამ ვიცით რომ ვიღაცა აპრიორი სულ ჩვენ გვერდით იქნება, რაც არ უნდა მოხდეს რა და მაშინაც კი ეყარები, როცა შეგეშლება. თუნდაც მასთანაც შეიძლება შეგეშალოს, ხო? კი, აი ზღან შე რო თქვი რომ ადამიანები ვართ და ეხა ემოციას არის მომენტი რომ ვერ მოთოკავ, ვერ ძბრას, შეიძლება ხმის ტემბრიც ვერ გააკონტროლო, მაგრამ ეგ ხო საბედნიერო არ არის გამოუსწორებელი შეცდომები, არის რაღაც 10 წუთიანი შუალედი, რომლის შემდეგაც შეგიძლია აუხსნა, რაც არ უნდა პატარა იყოს. დაელაპარაკო და აუხსნა, რატო და თუ საჭიროა ბოდიში მოუხადო. კი, არაერთხელ მომიხდია. ხო, რატო არის ბოდიშის მოხდა ვიღაცისთვის რაღაც სისუსტის გამოვლინება. არა, ღმერთო ჩემო, კაია ბოდიში, თუ მიხვდი რომ ბოდიში გაქვს მოსახლელი და მოიხდი, მაგას არაფერი არ ჯობია. არა, როგორ არ ჯობია, ჯობია რომ არ დაგჭირდეს, მაგრამ შვილს რომ ბოდიში მოუხადო იმის გამო რომ რაღაც შეგეშალა, მაგაში რა არის ცუდი. არა, პირიქით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია შენ ცხოვრებაში, ვისთვისაც ყველაზე მარტივი უნდა, ვისთანაც არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ თუ საჭირო, ყველაზე მარტივად შეგიძლია ბოდიში მოიხადო, იმიტომ რომ ის შენია. არ უნდა დაგჭირდეს, დაგჭირდება ყველა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად. სხვათა შორის ეს ბოდიში ორივე მხრიდან არის რა, ჩემი მხრიდანაც, მისი მხრიდანაც და აი, არ ვიცი, დაკვირებული ხარ თუ არა, მე მგონი გადავაჭარბეთ დროს, მაგრამ გეტყვი ახლა რასაც გულისხმობ და მოვამთავრებ. ბავშვობაში რო ვუყურებდით სერიალებს და ფილმებს უცხოეთის ამბებში ჩვენ გვიკვირდა დედასფისავარ მართლა მიკვირდა და უკვირდა ყველა ოჯახის წევრს ერთმანეთს პერსონაჟები რო ეუბნებოდნენ ხშირად მაპატიეს
ვიღო რა გაპატიოს ეხლა რაღაცა კარი გამოაღე მაპატიე რა დააგვიანე მაპატიე ანუ ამდენი მაპატიე რასაჭირო იმდენად არ ვიყავით ნაჩვევები იმას რომ თუ რაღაცა შეგეშლება შეიძლება რომ ადამიანს უთხრა რომ მაპატიე იქ ჩვენთან ხო ეგეთი რაღაცები არ ხდებოდა ჩემთვის ეხლა იყო გასაკვირი ბევრი წელია უკვე უბრალოდ შევეჩვიე მაგრამ ყოველ ძორზე მაინც მაოცებს ჩაის რომ დაუსხავ ან რაიმეს მივუტან ჩემს ვსვათ და დავუდებ მაგიდასთან კომპიუტერთან რომელთანაც ზის გამომხედავს და მადლობა დიდი მადლობა და აუცილებლად როდესაც შემოდის რომ რაღაცის თხოვნა უნდა თქვა სამზარეულოში ვარ ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ჩაის დამისხავ ეს დამოკიდებულება მისი ჩემს მიმართ გამიკვირდა კიდევაც, გამეხარდა კიდევაც და მე არ ვიყავი ამას შეჩვეული ხო დედაჩემ ჩემთვის უამრავი რამ გაუკეთებია და არასდროს მე მადლობა დე რომ გამიკეთე თქვა და არ მithქვამს და ამან შემაჩვია ჩემმა შვილმა მე შემაჩვია და მე ძალიან მიხარია რომ აი ასეთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს მისგან ვსწავლობ. ხო და საერთოდ მაგას ვიძახი რომ ბედნიერი ვარ სანამ გვაქვს აი ეს კავშირი და ჩემთან ერთად ყოფნა უხარია. ერთი გზა გვიხარია აი სამსახურში რომ მივდივართ ახლა ერთი გზა გვაქვს და ეს გზა გვიხარია ერთად მას უხარია მას არ 16 წლის ასაკში არ აქვს ის რიდი და კომპლექსი რომ დედასთან ერთად ვარ მოდი დეგაკოცო არა აქვს ეს მომენტი და ძალიან მიხარია რა და რა ვიცი აბა ასწორებს ხო კარგია ძალიან კარგია რა დავემშვიდობოთ ახლა ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა დათოს. აი ძალიან დიდი მადლობა დროის დათმობისთვის, მოსვლისთვის ჩემს გადაცემაში და ძალიან მაგარი საუბრისთვის. მადლობა შენ და წარმატებები შენ პირადად და ამ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე YouTube-ზე გამოგვიწერეთ და ზარისღილაკი გააქტიურეთ, არ დაგავიწყდეთ TikTok-ზე გამოგვიწერეთ, Facebook-ზე და Instagram-ზე. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.